ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდება ცაზე. 20 დეკემბერს შავი მთვარე გადადის შილდოსნის ზოდიაქოში და რა ტენდენციები შეიძლება მოიტანოს აი ამ ტრანზიტმა. მარტივად რო აგიხსნათ, წინა 9 თვის განმავლობაში შავი მთვარე იყო მორიელის ზოდიაქოში და ადრე წინა ვიდეოშიც თქვი, რას მოიტანდა შემდეგი 9 თვე და ეს იქნებოდა კორუფციული სკანდალები, მაგალითად ბიზნესთან დაკავშირებით პრობლემები, ხო? უსაფრთხოების სფეროში გარკვეულწილად პრობლემები შეიძლება დაყოფილიყო, რეფორმები შეიძლება დაყოფილიყო და რეალურად ესეც მოხდა სერიოზული სკანდალები. შავი მთვარე აჩვენებს ჩრდილოვან მხარეებს ის რაც ძალიან დაფარული იყო დიდი ხნის განმავლობაში, რაღაცა ბნელი იყო, ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ან ჩვენ ცხოვრებაში, მაგალითად, დაფარული რაც იყო, ის ამოაქვს ზედაპირზე. ეს ამოტანა შეიძლება ძალიან უხეში ქირურგიული ფორმით შეიძლება მოხდეს, შეიძლება იყოს პირიქით დაგანახოთ, რომ ეხლა გამოასწორო. ზოგს ექნება შავი მთვარის დაბრუნება, ზოგი მზით მშვილდოსანი არის, მაგალითად, და მათ გაუვლის ეს შავი მთვარი და მათზეც მოახდეს დიდ გავლენას, ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად ან რეალურ მოვლენებში, მაგალითად, თუმცა არ ვამბობთ, რომ შავი მთვარე ყოველთვის ნეგატიური არის. მან შეიძლება პირიქით ისე კარგად დაგვანახოს, ხელა ენერგია მოგცეს, გააჩნია ვინ რა დონეზე არის. მაგალითად, შემიძლია კონსულტაცია თუ მაგ ადამიანთან უფრო მივხვდე იმასზე, როგორ იმუშავებს ეს ტრანზიტი, ვიდრე ისე, რომ უბრალოდ პროგნოზი დაუდო ვიღაცას, ხო პირადი რუკით. არა, უნდა შევეხოთ ადამიანს, უნდა ფსიქოლოგიურად დაველაპარაკოთ, უნდა ვიგრძნოთ ის რა მდებარეობაში არის, სად არის ახლა გაცნობიერების კუთხით რა ენერგეტიკული პოტენციალი აქვს, იმის მიხედვით ხვდებით ხოლმე უფრო რა ტენდენციებს მოიტანს შავი მთვარე, ხო? ზოგადად, მშვილდოსანი ახლა რას მართავს? რას უნდა ველოდოთ წინ? მშვილდოსანი იუპიტერული ენერგია არის. ეს არის გაფართოება, ეს არის უცხოეთი, ეს არის საკანონმდებლო ორგანო, ზოგადად კანონები, ეს არის ეკლესია და რელიგიური მიმდინარეობები, უცხოელების გარკვეულწილად მშვილდოსანი არის და საგანმანათლებლო სფეროც, განათლების სამინისტრო მაგალითად და განათლების სფეროც ეს არის მშვილდოსანი. ამ სფეროებში რაღაცეები მოხდება ისეთი, რაც ჩრდილოვანი მხარე არის, მაგალითად, რაც ჩრდილში არის, არ ჩანს და ამოყრის ზედაპირზე. ან იქნება ამ სფეროების გამოყენება ძალიან უხეში ნეგატიური ფორმით, ხო? ძალიან კარგად გამოავლენს ჩვენ შიდა საცთურებს, ჩვენ შიდა არაკეთილსინთეზიერება თუ სადმე გვაქვს, რაღაცა შიდა დაფარული ენერგიები თუ სადმე გვაქვს, ამას ძალიან კარგად გამოავლენს ეს შავი მთვარე, გამოგვიყენებს, ესე რომ ვთქვათ, აი ამ ეს ენერგია, იმისთვის ზუსტად რომ სიამდვილეში ეს ძალიან კარგი მიზანი არის, რომ ჩვენ დავინახოთ რა პრობლემები გვაქვს შინაგანად ფსიქოლოგიურად, რა ენერგეტიკული პრობლემები არის ჩვენში, ან დავინახავთ და გამოვასწორებთ, ან ვერ დავინახავთ და მე ამბობს კარმენ ასტროლოგია, რომ ჩაყლაპავს მთლიანად ეს შავი ენერგია.